სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამ ჩვენს რთულ ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია თუ როგორ გაიკვალავს გზას ახალგაზრდა ადამიანი. ძალზედ დიდია რაოდენობით ის საცდურები მრავალია, რომელიც ებრძვის განსაკუთრებით სწორედ ახალგაზრდა ადამიანს. დემონმა მოიფიქრა ისეთი სივერაგენი მათ მიმართ, რომელიც შეიძლება ასე ითქვას, რომ წარსულ საუკუნეებში არც კი არსებობდა. თუნდაც ეს მიმდინარე მოვლენებით, ეს რაც ხდება მსოფლიოში, არის ერთ-ერთი გამოვლინება ბოროტისულის უდიდესი ნიშნულობის საცდურის. რადგანაც ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუცდელია, მით უფრო თუ ეკლესიურად არ ცხოვრობს, რწმენით არ ცხოვრობს, არ იცის სახარების სწავლება, წმინდა მამათა გადმოცემანი, ამ ვითარებაში საოცრად დაიბნევა. და რაზე გააკეთოს აქცენტი, რა უნდა იყოს მისი საფიქრალი, რაზე უნდა სასუევდეს, მისთვის უნებრივია იქნება უცნობი. და სწორედ ამის გამოხატულებაა მსოფლიოს ის შეშლილობა, რომელიც დღეს ჭირს საზოგადოებას ხელს და მთელ იმედს არა ღმერთზე, არამედ ვაქცინაზე ამყარებენ. მოუთმენლად ელიან, როდის გამოჩნდება ეს სასწაულთმოქმედი ვაქცინა და როგორ იხსნის ადამიანებს განსაცდელისაგან. აი დაცემა, სულიერი, გონებრივი დეგრადირება ადამიანისა. მით უფრო ახალგაზრდა გამოუცდელი ადამიანისა. წმინდა მამები არაერთი სწავლებით და შეგონებით ცდილობენ, რომ თითოეული ჩვენთაგანი და განსაკუთრებით კი ახალგაზრდები დააყენონ სწორ გზაზე, ჭეშმარიტების გზაზე, გადარჩენისა და ცხონების გზაზე. არსებობს ორი გზა ასეთი, ერთი არის ოჯახის შექმნა და მეორე მონოზნური ცხოვრების წესი. სწორედ აი ამის შესახებ საუბრობს ღირსი მამა პაისი ათონელი თავის ერთ-ერთ გადაგებაში, საუბარში სულიერი შვილების მიმართ, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მეტად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდისთვის, რომელიც დადგა იმ გზაჯვარედინზე, როდესაც უნდა აირჩიოს თავის ცხოვრებაში მომავალი. შექმნას ოჯახი თუ არ შექმნას ოჯახი და წავიდეს მონასტერში. წლები სწრაფად გადის. ჯობს თუ ახალგაზრდა გზაჯვარედინზე გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს არ დაყრდნობა. და ეს საკუთარი ღვთისმოსაობისა და მოწოდების მიხედვით აირჩიოს თავისი ჯვარი, აირჩიოს ერთი ამ ორი გზიდან და მასზე ქრისტეზე სრული მინდობით შედგეს. და იგი გაყვეს ჯვარცმისათვის მიმავალ ქრისტეს, რათა მისი დიდებული აღდგომით გაიხაროს. როგორც ოჯახურ, ასევე მონოზნურ ცხოვრებას თავისი სიმწარე ახლავს. მაგრამ თუ კი ადამიანი ღმერთთან ერთობაში ცხოვრობს, ამ სიმწარეს ტკბილი იესო დაატკბობს. 30 წლის შემდეგ ცხოვრებისეული გზის არჩევა ადვილი აღარ არის და რაც უფრო მეტ წელს მოიტოვებს უკან ასეთი ადამიანი, მეტ სირთულეებს აწყდება. ყმაწვილისათვის გაცილებით მარტივია შეეთვისოს არჩეულ გზას, იქნება ეს ქორწინება თუ მონოზნობა. მოზრდილი ადამიანი ხომ ყველაფერს საღი აზრიდან გამომდინარე ზომავს და წონის. მას უკვე ბეტონის მყარი კონსტრუქციის მსგავსად აქვს ხასიათი ჩამოყალიბებული. ასეთი შეცვლა შეუძლებელია ადვილად. შეხედე ადამიანები, რომელთაც ადრეულ სიკვმაწვილეში აირჩიეს ოჯახური თუ მონოზნური ცხოვრების გზა, ბავშვურ უბრალოებას ინარჩუნებენ.
ვიცნობდი ერთ წყვილს, ისინი ახალგაზრდობაში დაქორწინდნენ. ცოლი ლაპარაკისა და ქცევის მანერებით ყველაფერში ქმარს გავდა. რამდენადაც სიკმაწვილეში შეუვდნენ. ერთ-ერთმა მეუღლემ მეორის ყველა ჩვევა ბოლომდე გაითავისა. ლაპარაკი, ქცევის სტილი. მათთვის ურთიერთ შეთვისებაც გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე მათთვის, ვინც მოგვიანებით დაქორწინდნენ. აღიკვეცე, ამბობს ანდაზა. ან ახალგაზრდობაში დაქორწინდი, ან ახალგაზრდობაში აღიკვეცე. გოგონასათვის განსაკუთრებით აუცილებელია მიიღოს გადაწყვეტილება და აირჩიოს ცხოვრების გზა, ვიდრე 25 წელი შეუსრულდებოდეს. 25-ის მერე არც ისე ადვილია გათხოვება, ან მონასტერში წასვლა. რამდენადაც ამის შემდეგ ის უკვე იმაზე ფიქრს იწყებს, რომ სხვის იმების მორჩილება მოუწევს. რაც ასაკი ემატება ქალიშვილს და მით მეტი კაპრიზი და პრეტენზია უჩნდება, ასეთი კი ვის უნდა? ხოლო როდესაც წლები გადის, მას უკვე იმისათვის კი აღარ უნდა გათხოვება, რომ ოჯახი შექმნას, არამედ ძირითადად იმისათვის, რომ ვიღაცა იცავდეს და ზრუნავდეს მასზე. შესამჩნევია, რომ თუკი მაწვილი ან ქალიშვილი გამუდმებით სამომავლოდ გადადებს ხოლმე ქორწინებას, წლები გადის. ის კი ისევ და ისევ საცოლეს და საქმროს ძებნაშია, მაგრამ ვერ პოულობს. ახალგაზრდობაში ისინი თავად არჩევდნენ, ახლა კი უკვე მათ ირჩევენ. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ ქორწინებისას ცოტაოდენი გამოლენჩება ბჭყალებში, ასე ამბობს იგი, აუცილებელია. ზოგიერთ არა არსებით წვრილმანზე თვალი უნდა დახუჭო, რადგანაც ისეთი, ვინც ზუსტად შეესაბამება ადამიანის სურვილს, არ არსებობს. ვთქვათ, მოულოდნელად გაწვიმდა და მთის მდინარის კალაპოტი წყალმა აავსო. წყლის ნაპირას ორი ადამიანი იდგა და ორივე საწინააღმდეგო მხარეს სურდა გადასვლა. ერთი მათგანი ძალიან ჭკვიანი იყო, მეორე ჩერჩეთი. წვიმა გადაიღებს, წყალი დაიკლებს და ამის შემდეგ შეძლებ გადასვლას. იფიქრა ჭკვიანი. ჩერჩეთმა კი არც აცია, არც აცხელა წყალში შეტყობა და მეორე ნაპირას გადავიდა. მართალია ტანსაცმელი კი დაუსვავდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მისვლა შეძლო. წვიმა კი გადაღების ნაცვლად უფრო და უფრო ძლიერად ასხამდა. ნიაღვარი მღვრიე და წყალუხვი ხდებოდა. და ბოლოს გონიერი კაცი იმავე ნაპირას დარჩა, რადგანაც მდინარის გადალახვა უკვე ძალიან სახიფათო იყო. ზოგიერთი ადამიანი უაღრესად ამპარტავანი და ეგოისტია, სწორედ ამიტომ არ ეხმარება მას ღმერთი. ზოგიერთი ახალგაზრდა ყოველწლიურად მიემგზავრება ათონზე, ჩემთან სენაკში მოდიან და მეკითხებიან, რას ითხოვს ღმერთი ჩემგან მამაო. შეიძლება გეგონოს, რომ ღმერთს რამეში ჭირდება ისინი. ბერები კი ისინი ვერ გახდნენ, არც ოჯახი შექმნეს, თითქოს ოქროსები იყვნენ და იმისი ეშინოდეთ, რომ მათ უბრალო რკინასავით ჩაატანენ რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში. არიან ისეთებიც, რომლებიც მე მეკითხებია, მამაო, რა გავაკეთო, დავქორწინდე თუ მონოზნად აღვიკვეცო. მითხარი, რა არის ჩემი მოწოდება? შენ თავად რა გსურს, ვეკითხები მე, ქორწინებაც მინდა და ბერობაც. ანუ მათ ერთიც უნდა და მეორეც, მაგრამ თუ ჩემს აზრს გამოვთქვამ და ვეტყვი, რომ მათი მოწოდება ოჯახური ცხოვრება და უნდა დაქორწინდნენ, ამის შემდეგ ქორწინება აღარ მოეწონოთ, ჩამოვლენ ათონზე და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. შენ მითხარი, რომ ეს გზა ამერჩია, ახლა კი ვიტანჯებიო. მამაო, შეიძლება ასეთი რამ მართლა მოხდეს? დაუშვათ, ახალგაზრდა კაცის მოწოდება ოჯახური ცხოვრება, თუმცა მონოზნობაზეც ფიქრობს. თუ კი ქორწინებისას არ გაფრთხილდება და კარგ ოჯახს ვერ შექმნის, თუ მას ოჯახში პრობლემები გაუჩნდება, რომელთა გადაჭრასაც არასულიერი გზით მოინდომებს, ბოროტის მის ზრახვებს საშუალებით შეებრძოლება. შენი მოწოდება მონოზნობა იყო, მაგრამ რაკი დაქორწინდი, უარესიც მოგიხდება. ჩააგონებს მას
მტერი ანუ ეშმაკ ამ ადამიანს არც დღისით და არც ღამით აღარ მოასვენებს ზოგიერთს კი რა უნდა თვითონაც არ იცის რამდენიმე წლის წინ აქ ერთი გოგონა მოვიდა და ლაპარაკი დამიწყო მამო ვერ გადამიწყვეტია რომელი გზა ავირჩიო გათხოვება მინდა მაგრამ მონოზნობაზე ვფიქრობ როგორ მოვიქცევ პაისი ათონელი გამოდიოდა ხოლმე ათონიდან დედათა მონასტერში სუროტიში და აქ აკითხავდნენ უკვე ერის ადამიანები მათ შორის ქალები სადაც იგი მათ აძლევდა რჩევა-დარიგებებს მე მიუგე კარგად დააკვირდი რომელი გზა არის უფრო მეტად მისაღები შენთვის და თავად გადაწყვიტე არ ვიცი ზოგჯერ მეჩვენება რომ ქორწინება უფრო შემფერის ძალიან გთხოვ მამო შენ თავად მირჩიე როგორ მოვიქცე რადგანაც გრძნობ რომ ქორწინებისაგან უფრო მოგიწევს გული მაშინ დაქორწინდი და ღმერთი შეგეწევა ურჩიე ბოლოს მე შენი კურთხევი წმინდა მამო ასეც მოვიქცევი მითხრა მან ბოლოს და აი დღეს ის ისევ მოდის ჩემთან და მეუბნება წმინდა მამო გავთხოვდი მეზღვაურს გავყევი ცოლად მადლობა ღმერთს კარგი ადამიანია მაგრამ საშინლად ვიტანჯები განაც ამება არ არის 6 თვის განმავლობაში ერთად ცხოვრობთ 6 თვე კი ცალ-ცალკე ზღვაში რომ გავა ნახევარ წელიწადს ვეღარ ვნახულობ ჩემო კარგო განა შენ არ იყავი მონოზნობაც რომ გინდოდა და ოჯახური ცხოვრებაც ხო და ძალიანაც კარგი ახლა ერთიც გაქვს და მეორეც რადგან ადიდებ ღმერთს რომ შენი ცხოვრება სწორედ ასე მოაწყო მამო მაგრამ ჩვენ ხომ დღეს საკმაოდ რთულ დროში ვცხოვრობთ ამიტომაა რომ ზოგიერთი გოგონა და ყმაწვილი ოჯახის შესაქმნელად გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ხოხმანობს და უჭირს მიღება გადაწყვეტილების არა საკითხის ასე დაყენება არასწორია თუ კი მათ ქრისტესადმი ნდობა აქვთ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ მას დევნის წლებში განა ის წლები კი ადვილი იყო მაგრამ განა იმ დროში ქრისტიანებმა ოჯახის შექმნასა და ქორწინებაზე უარი თქვეს პირიქით მოხდა რამდენი წმინდანი ყავს ჩვენს ეკლესიას ვინც იმ დროში თავის ოჯახის წევრებთან შვილებთან მეუღლებთან ერთად მოწამეობრივი ვირგვინი დაიდგა ასე რომ აი ეს შეგონება პაისი ათონელისა მეტად მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია ახალგაზრდა ადამიანებისათვის ზოგი არც ფიქრობს საერთოდ მონოზნობაზე უბრალოდ არის ზებნაში რჩევაში რომ იდეალური საქმრო ან იდეალური საცოლე მოძებნოს და ასე გადის წლები და ისმის კითხვა თვითონ კი არის ასეთი იდეალური ეს ადამიანი რა თქმა უნდა არა მასაც აქვს თავისი ნაკურებანებები რომელიც შეიძლება ჩანს და რომელიც შეიძლება არ ჩანს თავიდან მაგრამ მერე გამოჩნდება ასე რომ ვინც აპირებს ოჯახის შექმნას უპირველეს ყოვლისა ადამიანში უნდა ეძებოს რწმენა და ზნეობრივი კეთილი ცხოვრების წესი და შემდეგ უკვე დანარჩენი სხვა ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი ვინც აპირებს მონასტერში წასვლას ისიც მეტად და მეტად უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე რადგანაც ეს არის საკმაოდ დიდი ღვაწლი ისევე როგორც ოჯახის შექმნა იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც თან ახლავს ამ გადაწყვეტილებას ასევე მონოზნობაც არის ძალზედ რთული ამიტომ თავი უნდა გამოცადოს ადამიანმა ვისაც სურვილი აქვს რომ გახდეს მონოზონი უნდა ჩავიდეს რამოდენიმეჯერ შეიძლება ხშირადაც კი ცოტ-ცოტა ხნით უნდა შეარჩიოს ისეთი მოძღვარი რომელიც იქნება გამოცდილი თვითონ მონოზნურ ცხოვრებაში და არა ახლად აღკვეცილი ბერი რომელსაც თვითონ ვერ გაუგია რა არის მონოზნური ცხოვრების წესი და აი ასე ამგვარად უნდა შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩეს მონასტერში მიუძღვნას თავი ღმერთს თუ შექმნას ოჯახი
ორივე როგორც ამბობს წმინდა ეკლესია, არის სათნო გზა ღმრთისადმი. ორივე გზით შეიძლება ადამიანის ცხოვრება. ასე რომ ღმერთმა დალოცოს ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდები და როგორც პაისი ათონელი ამბობს, დროულად მიაღებინოს უფალმა მათ გადაწყვეტილებები ცხოვრების გზის არჩევისას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვეხაროთ.